No. So it's a pleasure to welcome you here. Thank you for good organization. Thank you for your support. აბა, ახალწელს გილოცავ. ტექნიკა თითოეული 20-ში არის 13 საათი და 19 საათი. ჩემეთა ჯგუფის ოპერაცია. That this time we didn't. So, the situation in the main areas of concern. მე სარგებლობს, რა თქმა უნდა, იმის ძალიან მაღალ დონეზე. მე 2016 წელს ვაკეთებ საქმეს. და კიდევ გავაკეთებ. და ჩვენ პარტნიორებს გვერდები შეიყვანოთ იმ საქმის ვითარებაში. მეორე, რაც გვაქვს და უზალება. შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მიჩვეული ვართ იმ შეფასებას, იმ მაღალ შეფასებას, რომელსაც იღებენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, მაგრამ ნამდვილად აი ამ შეფასების უკან დგას ის ურთულესი ოპერაციაში მონაწილეობა, რასაც ქვია სამშვიდობო მისია ავღანეთში და რასაც ჩვენები ართმევენ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ართმევენ თავს ძალიან კარგად. ქართველი სამხედროს სტატუსი, ქართველი სამხედროს პროფესიონალიზმი აღიარებულია ყველა სამხედროს მიერ და არა მარტო სამხედროს მიერ აქ ამ რეგიონში. ყველა ჩვენიანი, ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც აქ იმყოფება, დარწმუნებულია, რომ აკეთებს ქართულ საქმეს. მოხარული ვარ, რომ გენერალი კაპანაძე ბაზა მარმალზე გვესტუმრა. განვიხილეთ ქართული ქვედანაყოფის მისია და ამოცანები აქ, ავღანეთის ჩრდილოეთში. თქვენ გამორჩეული პროფესიონალი ჯარისკაცები გყავთ, რომლებიც ჩრდილოეთის სარდლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვამაყობ, რომ ასეთი ძლიერი ასეულის მეთაურობა მოხდა წილად.